Comeback-ი Enfield-ზე შეხვედრის შემდგომი ემოციები, რაც ამბობენ მწვრთნელები და ფეხბურთელები შეხვედრის შემდეგ და რისი იმედი აქვს რომან დოლიძეს. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე არ დაგეზაროს და ლაიქე ვიდეო და გამოიწერე. დავიწყოთ Enfield-დან, სადაც 120 წუთიანი დაძაბული შეხვედრის შემდეგ გამარჯვებული 11 მეტრიანების სერიაში გამოვლინდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში მეორედ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში ითამაშებს. მართალია 11 მეტრიანებში გამარჯვება იტალიელი მეკარის დამსახურებაა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველმა შემტევმა შეიტანა. კვარაცხელიამ, რომელმაც 101 წუთი ითამაშა, შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო. პირველ ტაიმში მისი ორი შესანიშნავი პასი ჯერ ბარკოვამ ვერ გამოიყენა, შემდეგ კი დემბელემ. გარდა იმისა, რომ ქართველს თავადაც შეეძლო გატანა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ხვიჩამ მეორე ტაიმში პარი სენ-ჟერმენი აშკარა გოლის განიხსნა და საერთოდ ქართველმა ამ შეხვედრაშიც დაცვითი ფუნქციები კარგად შეასრულა. უფრო მეტიც, ერთ-ერთი გავლენიანი ფრანგული გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგზე ენერგიის ნამდვილი აფეთქება გამოავლინა. Enfield-ზე შემოტრიალებული შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და შეხვედრის მთავარმა გმირმა ჯან-ლუიჯი დონარუმამ. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ნამდვილი სახე უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. ვამაყობთ, რომ ასეთი ძლიერი გუნდი ვართ. ვაჩვენეთ, რომ ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებთ და არ აქვს მნიშვნელობა სტადიონს, ატმოსფეროს. არის თუ არა ეს ჩვენი საუკეთესო თამაში? არა, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მენტალიტეტია, რომ ვიყოთ უკეთესები. სწორედ მენტალიტეტით, ხასიათით და განსაკუთრებით ჯიჯის წყალობით შევძელით შეხვედრის მოგება. ახლა უნდა ვიფიქროთ ამ ემოციებზე და აღდგენაზე. გასახდელში გავიგე, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ფრანგი ჟურნალისტები ძალიან მაკრიტიკებდნენ და რეალურად ვერ ვიპოვე მიზეზი, რა გავაკეთე იმისთვის, რომ ეს კრიტიკა პირველი ტაიმის შემდეგ მიმეღო. არა უშავს, გამოვედი და ამ კრიტიკას ასე ვუპასუხე. ჩვენ მეოთხედ ფინალში ვართ და ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გავაკეთეთ. ძალიან ბედნიერი ღამეა. ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო საღამოა. Enfield-ზე წაგებული 0-1 და 11 მეტრიანებში განცდილი მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა და გუნდის კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა. ეს იყო საუკეთესო შეხვედრა, რომელშიც ოდესმე მიმიღია მონაწილეობა. მომენტებს ვქმნიდით, შემდეგ კი გოლი გავუშვით. გასული კვირის შემდეგ იღბალი დაგვაკლდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გოლის გაშვებას არ ვიმსახურებდით. შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ. ასე მოხდა წინა შეხვედრაში, როცა პარი სენ-ჟერმენმა ითამაშა ბრწყინვალედ. დამატებით დროში მეტოქე ოდნავ უკეთესი იყო. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. ჩვენ კი ნიდერლანდელებმა ვიცით როგორია მისი წაგება. ახლა ყველა იმედგაცრუებულია. ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს. ისინი ამტანები არიან. ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, შეიძლებოდა რომ შეხვედრა ჩვენთვის სასურველი შედეგით ფრედ დასრულებულიყო. ულოცავ პარი სენ-ჟერმენს და პირადად ლუის ენრიკეს. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე სეზონში ამაზე ძლიერ გუნდთან ჩვენ არ გვითამაშია. ჩემი დიდი პატივისცემა ლუის ენრიკეს, რომელმაც ახალგაზრდებით ასეთი ძლიერი გუნდი დააკომპლექტა. ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგას მერვედ ფინალიდან გამოვეთიშეთ. ჩვენ ამ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ფავორიტებად ვითვლებოდით, თუმცა ასეთია ფეხბურთი. ისევე როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა. ისევე როგორც ჩვენს მეტოქეს. ვფიქრობ, 11 მეტრიანების სერიამ ამ ორმატჩიანი დაპირისპირების ლოგიკური დასასრული იყო. აქვე გეტყვით ერთ საინტერესო ფაქტს. ამ დაძაბული შეხვედრის პირველ ტაიმში პარი სენ-ჟერმენი არც ერთხელ არ დაჯარიმებულა. ეს კი ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შემთხვევაა. ეს კარგი ფაქტია, მაგრამ უფრო კარგი ფაქტია ის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში ვიხილავთ. მათი მეტოქის ვინაობა კი ასტონ ვილასა და ბრიუგეს შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. თუმცა დიდი ალბათობით პარი სენ-ჟერმენი ასტონ ვილას შეხვდება, რადგან ამ უკანასკნელმა პირველ შეხვედრაში ბრიუგე 3-1 დაამარცხა. რას ფიქრობთ, რამდენად რთული მეტოქე იქნება ასტონ ვილა ქართველის გუნდისთვის? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი UFC, სადაც რომან დოლიძის ბრძოლა ახლოვდება. ქართველმა 16 მარტს იტალიელ მარვინ ვეტორთან გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ მათ პირველ ჩხუბში, რომელიც იტალიელმა მოიგო, საჯებმა აშკარად შეცდომა დაუშვეს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მიხარია, რომ ზუსტად ეს ორთა ბრძოლა მივიღე. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ვფიქრობ, ვეტორი პირველ ჩხუბში დავამარცხე. მინდა ყველა შეკითხვას პასუხი გავცე და იმედი ამჯერად ეს მოხდება. მარვინი ძალიან გამძლე მებრძოლია. ძლიერი და კარგი მეტოქია. რა თქმა უნდა, კარიერის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა და ტრავმები მიიღო.
რის გამოც საუკეთესო ფორმაში ვერ იყო. თუმცა ვთვლი რომ ამჯერად ჩხუბისთვის უკეთ ვარ მომზადებული. ვიცი მისგან რას უნდა ველოდო, როგორ მოძრაობს და როგორ რეაგირებს ჩემს შეტევებზე. მთავარი რისი თქმაც ვეტორიზე შემიძლია ისაა რომ ძალიან გამძლეა და მისი დაფინიშება ურთულესია. ბოლო ჩხუბში ბევრი რამ ვისწავლე და უკეთ ვიცი რა არის გასამარჯვებლად საჭირო. თუმცა გულის სიღრმეში მინდა რომ პირველი ვიყო ვინც დააფინიშებს. ვინც არიცით გეტყვით რომ ვეტორის კარიერაში 7 მარცხი აქვს და ყველა ჯერზე საჯების გადაწყვეტილებიც ააგო. იტალიელი საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მერვე ადგილს იკავებს. რომან დოლიძე კი მე-12 პოზიციაზეა. წარმატებები ვუსურვოთ რომანს ამ დაპირისპირებაში. ახლა კი NBA და სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სპურსი, რომელიც დალასთან 133-ით 129 დამარცხდა. ქართული შეხვედრაში სკამიდან ჩაერთო და 10 წუთსა და 12 წამში 3 გოლა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სან ანტონიოს 26 მოგება და 37 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს. სპურსი მომდევნო შეხვედრას 13 მარტს ისევ დალასის წინააღმდეგ გამართავს. გოგა ბიტაძის ორლანდო მეჯიკი კი ჰიუსტონ როკეტსთან 84-ით 97 დამარცხდა. ქართულმა კალათბურთელმა მხოლოდ 12 წუთი და 14 წამი ითამაშა და ამ დროში 4 გოლა, 2 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. ბიტაძემ 1 სამქულიანი ჩააგდო და 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 14 მარტს ნიუ-ორლეან პელკინასის წინააღმდეგ გამართავს. იტალიის ჩემპიონატში კი თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ტრენტო 80-ით 75 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების 33 წლის კაპიტანმა 17 წუთში 9 გოლა, 2 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. 16 მოგებითა და 5 წაგებით ვირტუსი იტალიის ჩემპიონატის თანალიდერია და ბრეშას მხოლოდ ქულების შეფარდებით ჩამორჩება. 13 მარტს შენგელიას გუნდი ევროლიგაში მადრიდის რეალს უმასპინძლებს. სერიას მომდევნო ტურში კი 16 მარტს სტუმრად ბასკეტ ნაპოლის დაუპირისპირდება. ბოლოს თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგრჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.